მოგესალმებით, დღეს ვაგრძელებთ საუბარს კვლევის აქტუალობის შესახებ. წინა ვიდეოში ვისაუბრე კვლევის აქტუალობის მნიშვნელობაზე, იმაზე თუ რას მოიცავს შესავალში კვლევის აქტუალობა. ვთქვით, რომ კვლევის აქტუალობა ეს არის შესავალი ნაწილის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეპუნქტი, სადაც უნდა დაასაბუთოთ კვლევის საჭიროება. YouTube-ის არხზე, სადაც სპეციალურად ხდება ამ ვიდეოების განთავსება, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო. და დღეს სადიპლომო ნაშრომების მომზადებისთვის განკუთვნილ არხზე სადიპლომო ნაშრომების გზამკვლევზე ვაგრძელებთ კვლევის აქტუალობაზე საუბარს. კვლევის აქტუალობის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, დღევანდელი თემა, თუ როგორ შევარჩიოთ კვლევის აქტუალობა და დღეს მოგცემთ რამდენიმე რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იქნას შერჩეული აქტუალური თემა. მაშინსადამე პირველი, რასაც უნდა გაუსვათ ხაზი. გამოიკვლიეთ ლიტერატურა იმის შესახებ არსებობს თუ არა თქვენი კვლევის საგნის თაობაზე წყაროები, იგულისხმება აკადემიური წყაროები და დასაშვები ლიტერატურა, სამეცნიერო სტატიები, კვლევები, სადისერტაციო ნაშრომები. არ არის რეკომენდირებული, რომ სამაგისტრო ნაშრომები მოიძიოთ თუ დისერტაციაზე მუშაობთ, იმიტომ რომ უფრო დაბალი აკადემიური საფეხურის წყაროების გამოყენება მაღალი აკადემიური რანგის ნაშრომში, მაგალითად სამაგისტროსი დისერტაციაში რეკომენდირებული არ არის. ეს შეიძლება ოფიციალურად ეს წესი, ასე ვთქვათ, დოკუმენტირებულად არ იყოს წარმოდგენილი შიდა საუნივერსიტეტო დოკუმენტებში, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ პრაქტიკაში ეს ესეა. პირველის ყოვლისა, როდესაც გინდათ, რომ ესე იგი შეარჩიოთ აქტუალური თემა, მოიძიეთ სამეცნიერო წყაროები. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, არსებობს თუ არა კვლევები თქვენი კვლევის საგნის და კვლევის ობიექტის თაობაზე. ესე იგი, იმ თემის შესახებ მარტივად რომ ვთქვათ, რომელზეც თქვენ გინდათ, რომ დაწეროთ სადიპლომო ნაშრომი. მეორე, რაც მინდა რომ გირჩიოთ, ეს არის ის, რომ უნდა არსებობდეს რაიმე პრობლემა, პროცესი, უკვე დამდგარი შედეგებით, ან მოვლენა. პრობლემაში გულისხმობ იმას, რომ უნდა არსებობდეს რაღაცა გარკვეული პრობლემა კონკრეტულ სფეროში, რომლის მოგვარების მიზნითაც თქვენ განსაზღვრავთ რეკომენდაციებს თქვენი კვლევის შედეგების და მათი ანალიზის საფუძველზე. რა პრობლემები არის დღეს საქართველოში სხვადასხვა სფეროებში? სამართალში უამრავი პრობლემაა. მე გირჩევდით ისეთ ნაშრომებს, რომლებიც ეხება მაგალითად დღეს საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების დანერგვასთან დაკავშირებულ სირთულეებს და ასევე მათ საჭიროებას, იმიტომ რომ ქართული სასამართლო სისტემა ძალიან გადატვირთული არის და ფაქტიურად ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა ვერ ხერხდება, არა მარტო ამ, არამედ სხვა მიზეზების გამოც, მაგრამ ეს ერთ-ერთი მიზეზია. სასამართლო სისტემის გადატვირთულობაზე მე მახსოვს ერთი კვლევა, რომელიც ჩატარდა თუ არ ვცდები 2019-2020 წლებში და რომელმაც ცალსახად აჩვენა, რომ სასამართლო სისტემა არის გადატვირთული და იგი საჭიროებს განტვირთვას იმისთვის, რათა დაჩქარდეს სამოქალაქო ბრუნვა. თუ წერთ ეკონომიკაში უნდა აიღოთ ბოლოდროინდელი პროცესები, შეიძლება ეს იყოს ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, ან რაღაცა ეკონომიკური ტენდენციები, რომლებიც პოსტპანდემიურ სამყაროში არსებობს და საქართველოში ქართულ ეკონომიკაზე გამოიკვეთა. ეხლა ძალიან აქტუალური არის სხვადასხვა ფაქტორების შესწავლა უძრავი ქონების ბაზართან მიმართებით, მაგალითად მიგრანტების ნაკადმა გამოიწვია ის, რომ გაძვირდა უძრავი ქონების ფასები. თბილისის სამშენებლო სექტორში და არა მარტო თბილისის სამშენებლო სექტორში. საჯარო მმართველობაში ძალიან აქტუალური არის ეგრეთ წოდებული ქაოტური განაშენიანების პრობლემები.
და ასევე ძალიან პრობლემური არის და ძალიან საინტერესო არის შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული ურბანული გარემოს განვითარების საკითხი არა მარტო თბილისში, არამედ ბათუმში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ასევე ძალიან საინტერესო საკითხები არის საჯარო სერვისების და სოციალური სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, განსაკუთრებით სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის არის მნიშვნელოვანი. გააჩნია რაზე წერთ, ესე იგი სხვადასხვა სფეროებში არის სხვადასხვა პრობლემები. ხა პოლიტოლოგიაში საქართველოში რუსეთის რბილი ძალის მოქმედება, მისი ნეგატიური შედეგები, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მისი შემაფერხებელი ფაქტორები, საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესი შეგიძლიათ ასევე აიღოთ 2021-2026 წლებში ან 2025 წლებში. აი ამას გულისხმობ ტერმინში პრობლემა, ესე იგი რაღაცა გარკვეული პრობლემა უნდა არსებობდეს, რომლის მოგვარებასაც თქვენ მიუძღვნით თქვენს ნაშრომს. პროცესი არ უნდა იყოს მიმდინარე, დააკვირდით იმას, რომ პროცესი უნდა იყოს დასრულებული პროცესი გულისხმობს იმას, რომ ახლა მაგალითისთვის ძალიან უმადლო საქმე იქნება დაწეროთ რუსეთ-უკრაინის ომზე, რომლის შედეგებიც მუდმივად იცვლება და საბოლოო შედეგები ჯერჯერობით არ დამდგარა, როგორც გეოპოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, ამიტომ მიმდინარე პროცესებზე მაინც და მაინც დაწერა რეკომენდირებული არ არის, იმიტომ რომ გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი სამეცნიერო კვლევა, იქნება ეს დისერტაცია, საბაკალავრო ნაშრომი თუ სამაგისტრო, უკვე დამდგარ შედეგებზე იწერება. ან თქვენ უნდა მოახდინოთ შედეგების ანალიზი და თქვენი კვლევის მიზანი ვერ იქნება სამომავლო შედეგების პროგნოზირება. რადგანაც ეს შედეგები ცვალებადია. ეს არის ის, რაც მინდოდა მეთქვა რეკომენდაციების სახით კვლევის აქტუალობის თაობაზე და იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ აქტუალური თემა თქვენი სადიპლომო ნაშრომისთვის. რაც შეეხება YouTube-ის ამ არხს მუდმივად დაიდება სხვადასხვა სახის სასარგებლო ინფორმაცია სადიპლომო ნაშრომების მომზადების თაობაზე, სამეცნიერო კვლევების ზოგადად მომზადების თაობაზე, მათ შორის თქვენ წარმოიდგინეთ საკურსოებთან და რეფერატების მომზადებასთან დაკავშირებით რჩევებიც გვექნება და ვიდეოებსაც ჩავწერ. ასევე ცალკე ვიდეოების სერია მიეძღვნება სადისერტაციო ნაშრომებზე მუშაობის სპეციფიკას, რა უნდა გაითვალისწინოთ, რა ტიპის ასე ვთქვათ დოკუმენტები დაგჭირდებათ, როგორ ხდება ამის დაცვა, ეტაპობრივად წარდგენა და ამის შემდეგ. და აი ეს თემები ყველა თემას მოიცავს ეს არხი YouTube-ზე სადიპლომო ნაშრომის მომზადებასთან დაკავშირებით. ამიტომ გამოიწერეთ, შემდეგში გავაგრძელებთ საუბარს იმის თაობაზე, თუ რა საჭიროა სადიპლომო ნაშრომის სათაურის სწორად ფორმულირება და რამდენად აქტუალური არის ეს პრობლემა პრაქტიკაში. დღეისათვის სულ ეს იყო, გისურვებთ წარმატებებს და მომავალ შეხვედრამდე.